ახალი აქვს სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ გამოძიება პრემიერ-მინისტრის სიკვდილის რეალურ მიზეზს დაადგენს. დღეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 8 წელი შესრულდა დიდუბის პანთეონში. დღეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ, თუმცა არ გამოჩენილან მისი ყოფილი თანაგუნდელები ნაციონალური მოძრაობიდან. ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ოჯახს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია. გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, არის ახალი ინფორმაციები. ამ ინფორმაციებზე ხდება ახლა მუშაობა გამოძიების მხრიდან, ხდება ძველ ინფორმაციებზეც მუშაობა. ეს პროცესი ახლა საკმაოდ აქტიურ ფაზაში არის შესული, დეტალების გაცხადებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. იცით, ჩემ განცხადებაზე უფრო მეტად საინტერესო არის თქვათ ის განცხადება, რომელიც გააკეთა მიხეილ მაჭავარიანმა, როდესაც მან პირველად თქვა, რომ ზურას კვლელობის დღეს. ანუ ესეთი ფორმულირება გაუკეთა თავის ვიზიტს შეხვედრას ზურასთან. არის იმის იმედი, რომ დღევანდელი მთავრობა, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს და იტყვის ხმამაღლა, ვინ მოკლა ზურაბ ჟვანიას. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების 8 წლის თავს გამოეხმაურა. 3 თებერვალი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღე ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო. ქვეყანამ დაკარგა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ოზურგეთში მისმა თანაპარტიელებმა გაიხსენეს, როგორც ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლებმა აღნიშნეს, ყოფილი პრემიერი იშვიათი პიროვნება, საუკეთესო მეგობარი და ლიდერი იყო და მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში დემოკრატიული პროცესების დაწყებაში. გარდაცვლილი პრემიერის თანაპარტიელები იმედოვნებენ, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება მალე დასრულდება და ყველა ის პირი, ვინც მის მკვლელობასთან კავშირშია, დაისჯება. 8 წლის განმავლობაში ბატონი ზურაბ ჟვანიას საფლავთან მისი თანაგუნდელები ოზურგეთიდან ჩავდივართ და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. მაგრამ დღეს იყო გამონაკლისი, როცა ვერ წავედით, ამიტომ ეს მოვიფიქრეთ, რომ აი აქ ადგილზე პატივი მიგვეუგო მისი ხსოვნისათვის და ძალიან მიმძიმს ზურაბზე საუბარი, ძალიან ახლოს ვიცნობდი და თბილი, კარგი ურთიერთობა მქონდა. და ქვეყანას დააკლდა მისი კეთილი საქმეები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სხვადასხვა მისიებში მონაწილეობის საკითხები ორმხრივი შეხვედრის ძირითადი თემები იყო. კიდევ რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ამას ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძისგან შევიტყობთ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას აშუქებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ორმხრივ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე იყო გამახვილებული ყურადღება, მათ შორის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გერმანია ავღანეთს დატოვებს სამხედრო ტვირთის წამოღების და შესაძლოა სატრანზიტო გზა საქართველოსაც გავიდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიას ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას თხოვა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს, ძალაშია, თუმცა კრისტიან შმიდტის აზრით აუცილებელია განისაზღვროს ვადები. მაია ფანჯიკიძე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში 2013 წელს შედგება. ჩვენ ამჯერად განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა როლს ასრულებს საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ქვეყანა ჯარისკაცების რაოდენობით ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის 1600 ჯარისკაცი ყავს ავღანეთში. ეს ფაქტი ძალიან არის დაფასებული ყველა ქვეყნის მიერ, ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მიერ. გარდა ამისა, რასაკვირველია, მე გერმანიის მხარეს ვთხოვე აქტიური მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, წელს ჩვენ ველოდებით ნატოდან 2 ძალიან მაღალი დონის დელეგაციას. გერმანელების მხარდაჭერა ამ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრით დაასრულა. ქართულ დელეგაციაში აცხადებენ, რომ მათი ყველა მესიჯი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კარგად იყო აღქმული. გარდა ამისა, თედო ჯაფარიძის განცხადებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ასევე დაინტერესდა სენატორი მაკეინი. ქართულ დელეგაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. თითქმის ყველა სესიაზე, რომელიც აქ ტარდებოდა საქართველოზე, იყო საუბარი. შეგახსენებთ, დავიწყოთ დაუშვათ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით და თითქმის ყველა გამომცვლელი, რომელიც ეხებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ეს რა თქმა უნდა საუბრობდა საქართველოზე, ახალ მოვლენებზე, ახალ დინამიკაზე, რომელიც დღეს საქართველოშია და უნდა გითხრათ, რომ რეაქცია დარბაზიდან და თვითონ გამომცვლელების მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური და ასე ვთქვათ დადებითი. ყოველწლიურად კონფერენცია უსაფრთხოების ყველა ძირითად საკითხს მოიცავს. ამ წელს აქცენტი რა თქმა უნდა ახლო აღმოსავლეთზე კეთდებოდა. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე შეგახსენებთ, რომ მიუნხენის რიგით 59 უსაფრთხოების კონფერენცია 1 თებერვალს გაიხსნა. სახელმწიფოების ლიდერები და წამყვანი პოლიტიკოსები რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 3 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აჭარის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროს ვახტანგ წულაძეს და რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ხათუნა გოგალაძე მონაწილეობა მიიღო ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და მოინახულა ქობულეთის უნიკალური დაცული ტერიტორია. მინისტრმა აგრეთვე ბათუმის ნაგავსაყრელი, მაჭახელოს ხეობაში მდინარე ჭოროხზე მშენებარე ჰესი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები მოინახულა. ეს არის მსოფლიოში უნიკალური ადგილი თავისი შემცველობით და შემადგენლობით, ეს ფაგნუმი, რომელიც გავრცელებული აქვს და რომელიც რა ვიცი ჩვენ ვიარეთ აქ შეიძლება კარგად არჩას ამ ფართობით წარმოდგენილი ეს უძველესი მცენარე თითქმის მსოფლიოში ასეთ დიდ ფართობზე არსად არ გვხვდება. გამომდინარე აქედან ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჭარბტენიანი ტერიტორიების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად დაცულობის თვალსაზრისით. აქ არის ორი დაცული ტერიტორია, სახელმწიფო ნაკრძალი ფართობით 330 გექტარია და ახკვეთილი 438 გექტარი. უნიკალურობა ქობულეთის დაცული ტერიტორიების გამოიკვეთება იმითაც, რომ როცა ჩვენთან უცხოელი მეცნიერები ჩამოდიან, ამ ტერიტორიას გეოგრაფიულ სასწაულს უწოდებენ, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ტუნდრის და ტაიგის, აი ციმბირშირვის ტერიტორიები, ისეთ რეგიონებს ახასიათებს. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს აქცია სახელწოდებით მე დავიცავ გარემოს გაიმართა ორგანიზატორთა მიზანი მოსახლეობის პლასმასის მეორადი ბოთლების საფრთხის შემცველობა იყო. აქციის ფარგლებშივე მოეწყო ეგრეთ წოდებული კალათბურთი, რომელშიც მონაწილეობას გამლელები იღებდნენ, ხოლო მათ ვინც კალათბურთის ფარში პლასმასის ბოთლს მოათავსებდა, საჩუქრად კინოსეანსის ბილეთი გადაეცემოდა. არა მარტო საქართველოში, მთლიანად სოფლიოში არის ამისი პრობლემა, რომ პლასტმასის მეორადი ნარჩენები და გამომდინარე ხდება დაბინძურება თვითონ გარემოსზე. ჩვენი დღევანდელი მიზანი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ დღევანდელი აქციის მიზანი, რომ არის ეს პრობლემატური თემა საქართველოში, რომ ბოთლები პლასტმასის მეორადი ნარჩენების მდგომარეობა უკიდურეს გვარზე მისულე. ჩვენ გვაქვს ასევე გაგვაჩინია ამის ტექნიკური მხარე, რომ მივიღოთ ეს პლასტმასის მეორადი ბოთლი და გადავამუშაოთ. ანუ ლიკვიდაცია გავუკეთოთ ამ შემთხვევაში თვითონ პლასტმასს. დღევანდელი აქცია არის ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამის მიერ, რომელიც არის ამერიკული ორგანიზაცია და საქართველოში აქვს თავისი ფილიალი. თემაზე გაკეთებული აქცია, რომელიც ითვალისწინებს პლასტიკური ბოთლებისაგან დაცვას გარემოსი და მათი მეორადად გამოყენების მხარდაჭერას. რაც შეეხება იმ ღონისძიებებს, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ, ეს არის დიდი ბოთლის გაკეთება, ერთი ბევრი პლასტიკური ბოთლისაგან, რომელიც შეგროვებული იქნა სხვადასხვა ახალგაზრდების მიერ. კოალიცია ქართული ოცნების გორის ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ტელეკომპანია თრიალეთის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, პარტიის წესდების მიხედვით დელეგატების და პარტიის ხელმძღვანელის კანდიდატურები მათთან შეთანხმებით უნდა დასახელებულიყო, თუმცა პარტიის ხელმძღვანელების შერჩევა მათ გარეშე ხდება. ბრიფინგის ორგანიზატორების განცხადებით, ხვალდაგეგმილ კონფერენციაზე, რომელზეც პარტია ქართული ოცნების დაფუძნება უნდა მოხდეს, დელეგატის მანდატები არ მიუღიათ. დება ჩვენი
დამფუძნებლების, როგორც დამფუძნებლების იგნორირება, რამე თუ ახლო მომავალში დაგეგმილია კონფერენცია რაიონული, სადაც უნდა მოხდეს თავმჯდომარის და ბიუროს წევრების არჩევა, რატომღაც ჩვენთვის არ აღმოჩნდა მანდატებიც კი გამოყოფილი დამფუძნებლებისთვის. ბათუმელებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს. შენობა 2000 წელს ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიაზე გაასხვისა, ტერიტორიაზე 13 სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. მოქალაქეების თქმით, შენობაზე მხოლოდ ფასადის შენარჩუნებით ძეგლი ვერ შენარჩუნდება. შენობას კულტურული ძეგლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი გუმბათი მოხსნილი აქვს. ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა. ჩამოინგრა სასტუმრო ლონდონი და მნიშვნელოვნად დაზიანდა თოჯინების თეატრის ფასადი. ფოსტის შენობა დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოინახულა. ბიზინა აფხაზავას თქმით, ძეგლი განადგურებულია. რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ პეტიცია. ეს პეტიციაც ამავე მიზანს ემსახურებოდა. დაახლოებით შევაგროვეთ 700-მდე ხელმოწერა. შემდეგ გადავაგზავნეთ ეს პეტიცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. იქიდან წერილი მივიღეთ. უბრალოდ ამნაირი მეპატრონის ხელში, რომელიც ძალიან დიდი ნიჭი აქვს ჩვენ ხელისუფლებას, აუცილებლად ვიღაც უგემოვნო და რეგიონ ადამიანებს უნდა გაასხვისოს, თან რა თქმა უნდა ერთლარად. ამნაირი ერთ-ერთი აღმოჩნდა ვინმე იოაპი გიუენ თუ რავი როგორც ქვია და ფაქტის წინაშე დაგვაყენა რომ გაანადგურა ბათუმის ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა. პირობა მომწეს რომ 15 თებერვალს უკვე დასრულდება პირველი სართულის გამაგრება და 5 მარტს იქნება დამთავრებული მეორე სართულის გამაგრება და შენობა იქნება მყარად. კერძო იპოთეკარები დახმარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თხოვენ. შეგვიჩერეთ გამოსახრება, ვითხოვთ დაბალპროცენტიან გრძელვადიან სესხებს. ბატონო ბიძინა, თქვენი იმედი გვაქვს ამ შესახილებით ბათუმელებმა იპოთეკარებმა უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყოს. ბაკურიძე და აქციის მონაწილეები იპოთეკარების პრობლემას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ. დაგვეხმაროს, შეაჩეროს ეს გამოსახლებები, რომლებიც ხალხი უკვე ქუჩაშია, ბევრმა დაკარგა სახკარი. მიშა სააკაშვილმა ჩვენ გვასწავლა რა მხოლოდ ბანკები, მხოლოდ იპოთეკები, სიტყვა საერთოდ არ ვიცოდით რა იყო იპოთეკა. ეს მოთხოვნა ეხება საქართველოს პრეზიდენტს, იმიტომ რომ ამ ოჯახების და მათი მსგავსი საქართველოში მრავალი ათასი ოჯახის გაუბედურების და სახკარ გარეშე დარჩენილი ავტორი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მის მიერ შექმნილი ქვეყანაში ეკონომიკური და უპირველესად საბანკო პოლიტიკის შედეგი. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა რუსთავის საქალაქო ორგანიზაციიდან შტაბის ხელმძღვანელის ალეკო ბერიძის გარიცხვა გააპროტესტეს და დავით საგანელიძეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეს. აღნიშნული მოთხოვით დღეს 100-მდე პირმა რუსთავში საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეების სოლიდარობას უცხადებენ რუსთავის საქალაქო ორგანიზაციიდან გარიცხულ წევრებს და ალეკო ბერიძეს, რომელმაც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შიმშილობის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხვალიდან მათი აქტივისტების ნაწილი ბერიძის მიერ დაწყებულ აქციაში შეუერთდება. არ გავჩერდებით ეხლა აქედან როგორც კი ეს შეხვედრა ყრილობა დამთავრდება აქცია მხედველობაში მე პირადად და ვინ სოლიდარობას გამოუცხადებს სავალთ აუცილებლად ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან და შეუერთდებით ბატონ ალექსანდრე ბერიძეს და დავიწყებთ შიმშილობას. ხონები ის არის რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად სიმართლე დამტკიცდეს და მოვითხოვთ სიმართლეს მეც არაფერს როგორ შეიძლება იმ ხალხის გარიცხვა ისე რომ ერთი სიტყვის უფლება არ მისცეს. საქველმოქმედო აქცია კარდიოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად სტუდენტური გაერთიანება International Spark-ის ორგანიზებით ბაკის პარკში მარათონი გულების რბოლა 2013 გაიმართა. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეჯიბრი ინდივიდუალურ და წყვილების რბოლაში გაიმართა. გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და სხვადასხვა პრიზები გადასცეს. აქციაზე შემოწირულობების გარდა ტკბილეულის გაყიდვითა და მსურველთათვის სახის მოხატვით შეაგროვეს თანხა, რომელიც ჯოენის კლინიკას გადაერიცხება კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციის პარკის და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობენ სტუდენტები, გაჩნდა იდეა ჩატარებულიყო საქველმოქმედო მარათონი,
რომელსაც სახელწოდებაც გულების სკოლა 2013. მარათონში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც საჩუქრად გადაეცემათ საქართველოს უნივერსიტეტის ფიტნეს კლუბის UGG-ის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები, ისევე როგორც Healthy Corner-ის, ხოლო მარათონიდან შემოსული მთელი თანხა გადაეცემა კლინიკა ჯოენის კარდიოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს. ორივე ნომინაციაში მიიღე მონაწილეობა, გამიმართა ორივეში გავიმარჯვე, ერთ-ერთი ჩემი და ჩემო მეგობარმა. და ძალიან დიდი მადლობა მარათონისთვის და იმედია კიდევ უფრო ხშირად ჩატარდება მაგდაგვარი სახანისო ივენთები. გუდაურის განვითარების ფონდის მორიგი საჩუქარი ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის უკვე საქართველოშია. მესამე დღეა გუდაურში ავსტრიელი სპორტსმენი Backjump Action Sports-ის ერთ-ერთი მფლობელი და დამფუძნებელი Pit Reme იმყოფება. ავსტრიელმა ქართულ კოლეგებს პირველი ინსტრუქტაჟი ჩაუტარა დღეს დილიდან კონდულას მდებარე ტერიტორიაზე ტრამპლინი მოამზადეს და ქართულ Backjump-ზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების შესრულებით პირველი აკრობატული ნახტომები შესრულდა. გუდაურის ყველაზე გაბედულმა დამსვენებლებმა კი საკუთარი ძალები გამოცდა თავად შეძლეს. ჩვენ პირველად ვიმყოფებით გუდაურში, ჩამოვიტანეთ ბეკჯამპინგის აპარატი, რომლითაც ყველა შეუძლია ისრიალოს, გადმოხტეს ტრამპლინიდან. ბეკჯამპინგი არ არის საშიში და დამოკიდებულია მოთხილამური შესაძლებლობებზე. გუდაურში ძალიან კარგ დროს ვატარებ და აუცილებლად დავბრუნდებით. საკმაოდ უსაფრთხოა, მოყვარულებისთვის არ არის გაცვლილი თქვა პროფესიონალებისთვის. სპორტის განვითარებასაც შეეხება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია და ვთვლი რომ აი ამ 10 წლის წერტილიდან გეომეტრიული პროგრესიით დაიწყეს სპორტის განვითარება. ახლა კი კულტურა სპექტაკლის პრემიერა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. თეატრალური სახელოსნო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო იტალიელი საბავშვო მწერლის ჯანი როდერის სპექტაკლი ჩიპოლინოს თავგადასავალი. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი აფხაზავამაში მონაწილეობა სასახლის თეატრალური სახელოსნოს 20-მდე მოსწავლემ მიიღო. სპექტაკლი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფარგლებში დაფინანსდა. ყველა როლს ასრულებენ ბავშვები, ძალიან ნიჭიერი ბავშვები, ძალიან საინტერესო ბავშვები, ძალიან საყვარელი და ძალიან ცოცხალი ბავშვები. და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები არიან ამ სპექტაკლის თავი და საერთოდ ყველაფერი, მიუხედავად ამისა საუბრობთ ძალიან სერიოზულ და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რაზეც არა მარტო ბავშვებმა, არამედ დიდებმაც უნდა იფიქრონ. პირველად ვითანამშრომლეთ ამ კუთხის სასახლესთან, ამ სივრცეში არაერთი მინიჭერესი აღსაზრდელი გაზრდილა და დარწმუნებული ვარ ამ სპექტაკლში მონაწილე ბავშვებიც მომავალში წარმატებული იქნება მათთვის ეს სპექტაკლი და იმედს ვიქონიებთ, რომ პატარები ძალიან ისიამოვნებენ. ეს იყო ახალი 6-ე მე შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.